რატო უნდა ჩამოვიდეს ვიღაცა სხვა ქვეყნიდან, არავის არ უშინო ჩამოვიდეს, მაგრამ რატო უნდა ვიყოთ ვიღაცების იმედზე, რომ ჩამოვიდეს ვიღაცა გერმანელი, შვეიცარიელი, ვიღაცა და იმან გითხრას სადასახელობა გავცელები. ანუ არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი იყოს რაღაცა გველების სპეციალისტი. ის ანუ შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილო იყოს ეს თემა, რომ რაღაცა ხსენებაში მქონდა, რომ რაღაც Facebook-ის დახმარებით მე რაღაცა სამაგისტრო ნაშრომი დავწერე, მაგრამ რითი განსხვავდება თანამედროვე მეცნიერება გასული საუკუნის მეცნიერებისგან? დაახლოებით 10,000 კომენტარი მაქვს შენახული. იმის გამო კი რომ ის ადამიანების სახელგვარი მეწეროს, რომ ვინ გვაგინა. ესეთი რაღაცები რაც არსებობს მითებად, გვინდა ხოლმე რომ აი ეს ძალიან უშლის მე ხელს მეცნიერებას ესეთი რაღაცა არსებობა, ესეთი მითების არსებობა. იმ ლიტერატურულ ცოდნას, რომელიც აქამდე დაგროვებული იყო ამ სახეობის გავრცელების შესახებ, ძალიან დიდი უზრდობები ჰქონდა. რაღაც ჯერ ხოლმე ის სკოლაში მე რაღაც დამთავრე ბაკალავრის საფეხური, მე რაღაც მაგისტრატურა, მე ეს და მე თუ არ გარდაიცვალე მაგ დროში, რაღაც გექნა იმ საშუალება, რომ შენც რაღაცა ამ კვლევებში ჩაერთო და რაღაც აკეთო, ხო? ერთი და ორი ადამიანი არ არის საკმარისი, რომ ეს სფერო სულებით შეისწავლოს, იმიტომ საკმაოდ სიღრმისეული ცოდნა ჭირდება ამ ყველაფერს და ჭირდება ეს ადამიანური რესურსი. ვერ ეტყვი ხალხს, რომ ყველას რაღაცა დადებითი ის გაუჩნდეს დამოკიდებულება, თუნდაც გველების მიმართ ან იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამას შეისწავლიან, შეგვიწყონ და გვაცადონ ამ საქმის კეთება, რომელიც შეიძლება რომ საუმავლოდ ამ ხალხსაც რაღაც დონეზე სასარგებლოდ წაადგეს ამ ჩვენი მოპოვებული ინფორმაციის სახით.